მაგთიმ ინტერნეტის ტარიფის გაძვირება დაანონსა. ჯერ კიდევ პანდემიიდან დაწყებულმა ტენდენციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. მაშინ როცა ქვეყნების უმეტესობა ინტერნეტის გაიაფებას ცდილობს, ჩვენთან პირიქითაა. გადასახადი მცოცავი რეჟიმით ზრდის ტრენდს აჩვენებს. მიზეზად სახელდება კომპანიების მოგების დიდი მადა, ბაზარზე ოლიგოპოლიური მდგომარეობა და არაჯანსაღი კონკურენცია. ბაზარზე არის დომინანტური მდგომარეობა. და დომინანტური მდგომარეობა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვყავს ორი მთავარი მოთამაშე ბაზარზე. ეს არის სილქნეტი და შემდგომში მაგთიკომი და ეს ორი კომპანიას აქვს თავისი ძალაუფლება, რომლის საშუალებითაც შეუძლია მას ბაზარს უკარნახოს თავისი წესები და თავის წესებს ადგენს კიდეც. აი, მეორე ამბავი ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუნდაც რეგიონის ჭრილში რო ავიღოთ, თუ დააკვირდებით ტარიფებს, თუნდაც ინტერნეტის, რეგიონში ინტერნეტის ტარიფები არის გაცილებით დაბალი ხოლმე. ანუ ფაქტობრივად თბილისში არის უფრო ძვირი და თბილისში გაძვირებული ტარიფების ფონზე ხდება ამ რეგიონებიდან დანაკლისის ანაზღაურება, სუბსიდირებას ვახდენ ჩვენ რეგიონების. კონკურენცია არ არის ის თუ რამდენი კომპანია ოპერირებს. ანუ ესე ვერ ვიმჯერებ კონკურენციაზე. მთავარი არის ის თუ ამ ძალაუფლების კონცენტრაცია ამ კომპანიებში როგორია და ჩვენთან ზუსტად ამ ორ კომპანიაში, რომელსაც სიკლინი და მაგთიკომი ძალაუფლების დიდი კონცენტრაცია. ის რომ ტარიფები გაუმართლებლად იზრდება და კონკურენტული გარემოც ნაკლებად ჯანსაღია, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პასუხისმგებლობად ხედავენ და სპეციალისტები ამ საკითხის მოგვარებას სწორედ მას სთხოვენ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი კაპანაძის თქმით, ბაზარი ფაქტობრივად ნებაზეა მიშვებული, რაც იმითაც დასტურდება, რომ განსხვავებულია ტარიფები იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიები ვითარდება მიუხედავად იმისა, რომ მთელს მსოფლიოში გლობალურად, მათ შორის ევროპის ქვეყნებში მუდმივად მცირდება ტარიფები ინტერნეტ მომსახურებაზე, ჩვენს ქვეყანაში არის აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობა და ჩემი აზრით ამ ყველაფერს განაპირობებს ბაზარზე არსებული ოლიგოპოლიური მდგომარეობა. დღეს ფაქტობრივად ჩვენ გვყავს სამი მოთამაშე, მაგრამ რეალურად ორი მოთამაშე ქმნის ამინდს. ეს არის მაგთიკომი და ეს არის სილქნეტი და ამ ორ კომპანიას შორის კიდე მნიშვნელოვანი ძალაუფლება აქვს მაგთიკომს. ეს პრინციპში დაადასტურა კომუნიკაციების კომისიამაც ევროპელ მკვლევარებთან ერთად ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ასახულიყო ბაზარზე და მომხმარებელზე არ გადადგმულა. ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა კონკურენციის გაზრდის მიზნით, რომ ქსელზე დაშვების ვალდებულება გაუჩინა მაგთიკომს, მაგრამ ამითი რეალურად პირდაპირ მომხმარებელს შეღავათი არ უგრძნია. საკმაოდ მაღალია კომპანიების მოგება და შემოსავლები, დაახლოებით 700 მილიონი შემოსავალი მიიღო 23 წელს, რა მონაცემების გვაქვს მაგთიკომმა და აქედან თითქმის 400 მილიონამდე იყო მოგება. ეს არის რადიკალურად მაღალი მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით. დღეს მათი მარჟა არის დაახლოებით 60-დან 65%-მდე მოგების მარჟა და ევროპაში ეს მარჟა არის მაქსიმუმ 40%. როგორც მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიებს უჭირთ, რადგან არაჯანსაღი კონკურენციაა. სპეციალისტების თქმით, ბიზნესისთვის ფასის კლება შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. როცა ჩვენ საუბრობთ მაღალ ფასზე, აქ საუბარი იყო B2B სერვისებზე, ანუ კორპორატიული სეგმენტზე არსებული ფასებზე იყო და არა ფიზიკურ პირების შეთავაზებულ მომსახურებაზე. მე ვერ ვიტყოდი, რომ ბიზნესისთვის გაკეთებული შეთავაზება არსებითად განსხვავდება სიმძლავრების კუთხით. ვფიქრობ, რომ კონკურენციის ნაკლებობა არის ამის მიზეზი, რომ ფასები შეიძლება შენარჩუნებული იყოს საკმაოდ მაღალი. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ იგივე მცირე და საშუალო ბიზნესი ძალიან წარმატებით ანაცვლებს დიდ კომპანიებს, მათ შორის განსაკუთრებით რეგიონებში და მცირე ქალაქებში. ჩანაცვლებადობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და საკმაოდ რთულია მომხმარებელმა ჩაანაცვლოს ერთი ოპერატორი მეორედ და გაყოფილია გაუგულწრებლად რამოდენიმე ოპერატორის შორის თბილისი, თუმცა არის ცალკეული შემთხვევები, როცა ხდება შეცვლა და უშუალოდ ამის საშუალება არსებობს, მაგრამ როგორც წესი არის შემოსული ერთი ოპერატორი კორპუსში, ამ უკეთეს შემთხვევაში ორი. განსაკუთრებით ახალშენებობებში ეს გამოწვევა და შესწორება საკმაოდ ძნელია, იმიტომ რომ იქ სხვა პირობები არსებობს და სხვა ბარიერი იყო დადგენილი, რომ შესწორება იყო შეუძლებელი. თუმცა უნდა ვთქვათ, ეს მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული high stream access ბაზარზე დაშვება და ულას ბაზარზე დაშვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპერატორს თუ მომხმარებელი ამას მოითხოვს, აქვს ვალდებულება, რომ დაუშვას, ან თუ მისცეს საშუალება სხვა ალტერნატიულ ოპერატორს მივიდეს მომხმარებლამდე და შესთავაზოს მისი მომსახურება. ანუ ეგრეთ წოდებული გზის უფლების ვალდებულება დააგისა კომისიამ, თუმცა სამწუხაროდ ეს ბაზარი ეხლა იწყება ეს სამართლებრივი ურთიერთობები. რა გაკეთდა, რა იგეგმება და რა უნდა გაკეთდეს ინტერნეტ ბაზრის გაჯანსაღებისთვის და ფასების ლოგიკურად დასტაბილურებისთვის.
კარგი იქნებოდა ამ მიმართულებით ჯელობა დაწყებულიყო, რომ მაქსიმალურად შემცირებულიყო ბარიერები, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა ნებისმიერ შემთხვევაში რომ მივიღოთ კონკურენტული, მაღალი კონკურენტული გარემო, ამისთვის გვჭირდება ბაზარზე შესვლის ნაკლები ბარიერები, რომლის საშუალებითაც უფრო მეტად გაიზრდება კონკურენცია და შესაბამისად უკვე ტარიფებიც დაიწევს, იმიტომ რომ კონკურენციას ექს-სიკეთე მოაქვს. მონოპოლიაზე როდესაც საუბრობთ, ეს არის ხელოვნური მონოპოლია ხოლმე, ხო? და იმ შემთხვევაში თუ მთავრობა თავისი ასე ვთქვათ რთული ბარიერებით და სხვა ტიპის პოლიტიკით უშლის ხელს იმას, რომ ბაზარზე კონკურენცია შეიქმნას, ესეც ბუნებრივია ჩარევაა და ესეც ასე ვთქვათ იმ ოქროს წესზე, რასაც საუბრობდით, არღვევს ამ ოქროს წესს. და მარეგულირებლის ფუნქცია არის მომხმარებლის დაცვა. ამიტომ მას შეუძლია რომ ერთის მხრივ დააწესოს ზედაზღვარი. ან მოუწოდოს კომპანიებს, რომ ტარიფების ზრდის შემთხვევაში მათ მიმართონ კონკრეტული წინადადებით თუ რამ განაპირობა ტარიფების ზრდა და ახსნან ეს ყველაფერი. კომისიამ თავისი სახსრებით დაიქირავა ძალიან წონიანი ევროპელი ექსპერტები, რომლებიც ასევე სწავლობენ აი ამ კორპორატიული სეგმენტის შეთავაზებული ფასების ოდენობების ისე თქვა შინაარს, რატო არის ეს ოდენობა ჩამოყალიბებული, რითი არის განპირობებული, თუ შემოჩენილია ესე თქვა ამ ტარიფების რაოდენობრივ მაჩვენებლებში და ნახოთ ალბათ უკვე ახლოს პერიოდში სავარაუდოდ წლის ბოლოს უკვე იქნება აქაც შემოღებული რაღაც რეგულაცია, რომელიც ამ მაჩვენებასაც დაარეგულირებს. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ლოგიკურად რეგიონში ინტერნეტის ტარიფის მიხედვით აქ ყველაზე საშეღავათო პირობები უნდა არსებობდეს. არის პირიქით. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანაა ინტერნეტის ფასით. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, ანუ ბიზნეს აბონენტებს, მათთვის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება უფრო ძვირია ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კერძოდ, იურიდიული პირებისთვის 10 მეგაბიტ-წამიანი ოპტიკური ინტერნეტის ფასი საქართველოში ევროპის 23 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ მაღალია.